თუ თქვენი ხელფასი წელიწადში 6000 ლარს არ აღემატება, გასამრჯელოს 10% უკან დაგიბრუნდებათ. სახელმწიფო ბარათებზე თანხის დარიცხვა უკვე დაიწყო. რა პროცედურების გავლა ასაჭირო კუთვნილი დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად. ლელა გოგოლაძე გიამბობთ. თუ ხელფასის სახით მიღებული თქვენი შემოსავალი 2013 წელს არ აღემატებოდა 6000 ლარს, შეგიძლიათ დაიბრუნოთ დაუბეგრავი მინიმუმი არაუმეტეს 360 ლარი. საშემოსავლო გადასახადის 20% მცირე შემოსავლიან მოქალაქეებს უბრუნდებათ. ცვლილება იმ დასაქმებულებს ეხებათ, რომელთაც წლიური შემოსავალი 6000 ლარს არ აღემატება. განსხვავებულია პირობა იმ პირებისთვის, რომელთაც წლიური შემოსავალი 1800 ლარზე ნაკლებია. ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთლიანი შემოსავლის 20%-ს მიიღებენ. დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად მსურველებმა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე სპეციალური დეკლარაცია უნდა შეავსონ. მოქალაქის შესაბამის გრაფაში, რომელიც უკვე ჩანს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, უცითებს საკუთარ პირად ნომერს, ამის შემდეგ გამოჩნდება სახელი, გვარი, მისამართი, ასევე აუცილებელია ერთ-ერთ გრაფაში მობილური ტელეფონის ნომრის მითითება. მოქალაქე ვებგვერდიდანვე შეიტყობს იმ თანხის შესახებ, რომელიც მას დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში ეკუთვნის და დაიბრუნებს. დეკლარაციის შევსება ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდის გარდა ქვეყანაში მოქმედ ყველა ბანკშია შესაძლებელი. ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ კი დაახლოებით 3 თვის განმავლობაში მოქალაქეს მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა დაერიცხება. ხელფასი 400 ლარი მაქვს. გამეხარდა ძალიან კმაყოფილი ვარ. რადგან დაბეგრილი თანხა დაგვიბრუნდება ჩვენ ანგარიშზე და დღესვე შევახსებ აპლიკაციას აუცილებლად. სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი სოციალური ვალდებულებების დატვირთვა ექსპერტებმა ჯერ კიდევ მთავარი ფინანსური დოკუმენტის დაგეგმვის დროს გააკრიტიკეს. სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების ფინანსურ წახალისებას ეკონომისტები დადებითად აფასებენ. თუმცა ფიქრობენ, რომ ბიუჯეტი უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული ეკონომიკური აქტივობების გაზრდაზე. ეკონომიკის ხარდაჭერა ბევრად მიღებულია, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღოთ მეტი სამუშაო ადგილი და განვითარებული ეკონომიკა მეტი შემოსავალი მისცეს მოსახლეობას, მაგრამ ჩვენი შემოსავლები საკმაოდ მწირია. ჩვენ გადავდგათ ესეთი ნაბიჯი, რომ ეს სოციალურად დაბალშემოსავლელი ხალხი იყოს თავისთვის მძიმე პირობებში და არ დავეხმაროთ, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სეგმენტში ხვდება, ეს გარკვეული შეღავათი არის, თუმცა მე ვფიქრობ, უფრო უკეთესი იქნებოდა ამ საარსებო დაუბეგრავი მინიმუმის ცნების შემოღების ნაცვლად, იგივე ფინანსთა სამინისტროს ეფიქრა თუნდაც საშემოსავლო გადასახადის შემცირებაზე. დაუბეგრავი მინიმუმის ცნება საგადასახადო კოდექსში 2013 წელს მთავრობის ინიციატივით გაჩნდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაბალშემოსავლიანი 600.000-მდე მოქალაქისთვის თანხის უკან დასაბრუნებლად 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული. კონიეს მოსახლეობის